უნდა დავიცვათ თუ არა ბავშვი იმედგაცრუებისგან და რა შუაში აქვს ნარცისიზმი. როდესაც ბავშვს აქვს წარუმატებელი შემთხვევა. ნებისმიერი იღებდა მონაწილეობას რაიმე კონკურსში თუ უბრალოდ წარუმატებელი შედეგი დასრულდა რომელიმე გამოცდა, მშობლის ამოცანა უნდა იყოს არა მისი გათავისუფლება ფრუსტრირებისა და მისგან გამოწვეული დაძაბულობისგან, არამედ დახმარება ფრუსტრაციის დატევაში, რომელიც ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რა არის ფრუსტრაცია? მინდოდა ერთი რაღაც და მივიღე სხვა. იძულებული ვარ გავუმკლავდეთ ამდენ გრძნობებს. ეს შეიძლება იყოს ბრაზი, სევდა, განაწყენება სინანული, შესაძლოა შურიც მის მიმართ, ვინც მიიღო ის შედეგი, რაც უნდოდა. ყველა ეს გრძნობა ნორმალურია და უნდა დავეხმაროთ ბავშვს, რომ გაუმკლავდეს ამ გრძნობებს. მაგრამ ხშირად რას აკეთებენ მშობლები? ისინი ან საერთოდ ათავისუფლებენ ამ გრძნობისგან ყურადღების გადატანით და საჩუქრებით, ან მხარდაჭერა გადაჰყავთ ნარცისული კუთხით. ანუ შენ მაინც ყველაზე მაგარი ხარ, საუკეთესო ხარ, ეს არაფერს ნიშნავს და ასე შემდეგ. არი ნერვიულო. რისთვის? რეალურად ეს მშობლის უთანხმოებაა იმასთან, რომ ფრუსტრაცია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. და სწორედ ეს მიდგომა აყალიბებს ბავშვში ნარცისიზმის გარკვეულ ფორმას. საუბარი არ არის ნარცისულ აშლილობებზე.